თუ დილით როცა გაიღვიძებთ, შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც რო თქვენ თავი გედოთ, რაღაც ადგილას სველია და პირიდან გადმოგდიოდათ ნერწყვი, მაშინ ეს ნიშანი არ დაიგნოროთ. აი ნახეთ, მას რა იწევს და როგორ შეიძლება რომ ამ დროს მოიქცეთ. ზოგადად აი ეს ნერწყვდენ ანუ სიალორია, ბევრი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ შემთხვევათა დაახლოებით ესე 20-30%-ში ის გამოწვეული არის გასტროეზოფაგური რეფლუქსით. აი ნახეთ ეს რას ნიშნავს. აი აქ ნაჩვენებია საყლაპავი და ქვევით კუჭი. ნორმაში კუჭი შიგთავსი საყლაპავში ან არ უნდა ამოდიოდეს, ან თუ ამოვა მხოლოდ მცირე მოცულობით და იშვიათად. მაგრამ როდესაც ვინმეს აქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ასეთ ადამიანებს ეს კუჭის მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ამოსდით საყლაპავში. სწორედ ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ანუ კუჭიდან საყლაპავში კუჭის მჟავა შიგთავსის უკუდინება. როგორც კი ეს კუჭის მჟავა შიგთავსი ამოვა საყლაპავში, აქ არსებული ქემორეცეპტორები გადასცემენ ინფორმაციას თავის ტვინს. თავის ტვინში ბუნებრივია უკვე გააქტიურდება ცდომილი ნერვი და მერე ის გააქტიურებს ადამიანის აი ამ საერწყო ჯირკვლებს, განსაკუთრებით აი ამ ყბისქვეშა ჯირკვალს. ამის ფონზე გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი პირის ხურში და მთელი ღამის განმავლობაში მერე გადმოდის ადამიანს უკვე პირიდან. იცით ვის ემართება ეს უფრო ხშირად? აი ვინც რომ საღამოობით მიიღებს დიდი მოცულობით საკვებს და ეგრევე რო იძინებს, ან თუნდაც მიიღოს მცირე მოცულობით და ეგრევე რო წვება. ცუდი იდეა. ცუდია, იმიტომ რომ როცა თქვენ საკვებს მიიღებთ და ეგრევე დაწვევით, კუჭი ხო იწყებს მონელებას. გამოყოფს მარიმშავას, გამოყოფს პეპსინს, გამოყოფს სხვა ფერმენტებსაც, რომ ეს შიგთავსი მოინელოს. როცა თქვენ წვევით, ეს კუჭი და საყლაპავი უკვე არიან ერთ დონეზე. ხო და ეს ფერმენტებიანი და მჟავა არე ეგრევე უკუდინება საყლაპავში. და ამიტომაც არის, რომ მე მთელი ღამის განმავლობაში აქტიურდებოდა ცდომილი ნერვი და გამოყოფდა ამ საერწყო ჯირკვლების აქტივაციით დიდი რაოდენობით ნერწყვს. და დილით რო იღვიძებთ, აი ესე შრებით. ეს ნიშანი არ დაიგნორო. დილით რო გაიღვიძებ, აი ნახეთ რა უნდა გააკეთოთ. მოგვარების ორი გზა არსებობს, მედიკამენტური და არამედიკამენტური. მოდი არამედიკამენტურის კეთყვი. პირველი ეს არის ის, რომ დაწოლასა და საკვების ბოლო მიღებას შორის სუმცირე გასული უნდა იყოს 3 საათი და მეტი. რაც უფრო მეტი დრო გავამით, უფრო უკეთესი. მაგრამ სუმცირე 3 საათი. ანუ საკვების ბოლო მიღებიდან თქვენ დაწოლამდე 3 საათზე მეტი უნდა გავიდეს, რომ ბუნებრივია კუჭმა დაამთავროს მონელება და უკუსადინებელი საყლაპავში აღარაფერი დარჩეს. ეს ერთი. მერე მეორეც. არ უნდა მიიღოთ დიდი მოცულობით საკვები. თუ მიიღეთ დიდი მოცულობით საკვებს, ბუნებრივია უფრო მეტი შანსი უკუდინებისა. მერე მესამეც. უნდა მოერიდოთ საღამოობით ცხიმიანს, ალკოჰოლს, შოკოლადს, ცხარე საკვებს, ბუნებრივია მდგომარეობას ამწვავებს და გარდა ამისა, როცა დაწვევით, ბალიში ყოველთვის გამოიყენოთ, რომ თავი იყოს უფრო მაღლა, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილია. ეხლა ჩვენ ჩამოვთვალეთ, ხო ეს ყველაფერი მშვენიერი, მაგრამ ასევე უნდა გადაამოწმოთ ნამდვილად გაქვს თუ არა გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამის შემოწმება შეიძლება პირველ რიგში მაგალითად საყლაპავის ენდოსკოპიური გამოკვლევით. გასტროეზოფაგური ენდოსკოპიური კვლევა ეძახიან პაციენტების ზონდირებას. მე ხა ბევრს გულზეს არ იხატება, იმიტომ რომ საკმაოდ ცოტა რთული გასაკეთებელია და ბევრს ეს არ სიამოვნებს. ნუ სხვა გზა შეიძლება იყოს თქვა საყლაპავის pH მეტრია. ან უფრო ესეთ უფრო გავრცელებული ვარიანტი არის თქვა კვლევა ბარიუმის ფაფით. ნუ ეძლევა პაციენტს სპეციალური კონტრასტი და მე რენტგენოსკოპიური გზით ამას ჩვენ ნახულობთ უკუდინდება თუ არა თქვა ეს შიგთავსი კუჭიდან საყლაპავში ან საყლაპავიდან თქვა ხახაში და ზევით. აი ეს კვლევა შეგიძლიათ გააკეთოთ, დაიდასტუროთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა ეს დაავადება, ან რამე უფრო სერიოზული ხო არ გჭირთ, იმიტომ რომ ეს ნიშანი საყურადღებო ხდებთ, ეს არასდროს არ დაიგნოროთ, ეს ძალიან საყურადღებო ნიშანია, შეიძლება უფრო რაღაცა სერიოზული ხდებოდეს იქ, ამიტომ ყოველთვის გადამოწმე. ისიც გახსოვდეთ, რომ აი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს ნერწყვდენ არის ფიზიოლოგიური ხშირად და იქ საყურადღებო და სახიფათო არაფერია. აი მოხუცებში, ვისაც უკვე აქვს ეს ნევროლოგიური ნიშნები, როგორც შეიძლება იყოს თქვა, აი პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, ინსულტი, აი მათშიც საკმაოდ ხშირად ხდება, იმიტომ რომ ისინი კარგად ვერ ყლაპავენ. მოგეცადოთ ჯამში, რაც მოგიხდებით, ესენი გაითვალისწინეთ და ასევე გავზიარეთ სხვებსაც.